იაპონიაში გამართული ექსპო 2025-ის მთავარი მიზანია, რომ გახლეჩილი სამყარო ხელოვნებისა და შემოქმედების უნივერსალური ენის საშუალებით გაერთიანოს. გამოფენაზე წარმოდგენილი სწავლისა და თამაშის კვირეულის ფარგლებში ვნახავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შემოქმედების ნიჭი ცოდნის გაღრმავების თვალსაზრისით და როგორი იქნება სწავლის მეთოდიკა ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ სამყაროში. მედია ხელოვანმა იოიჩი ოჩიაიმ, რომელმაც სარკეებით შექმნა საოცარი პავილიონი 0 კვადრატში. ის საუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტსა და სხვა ტექნოლოგიებს შეცვალოს განათლება და სწავლების ახალი მეთოდი დანერგოს. როდესაც რაღაცა ახალი გინდა ისწავლო და ამისათვის ხელოვნურ ინტელექტს მიმართავ, შესაძლოა მცდარი ინფორმაცია მიიღო და დაიმახსოვრო. იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი ხშირად ფანტაზიორობს. ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პროდუქტი ნორმალურია, საშუალო დონისაა, მაგრამ ადამიანებს ისეთი შემოქმედებითი ნიჭი გვაქვს, რომელშიც, ჩემი აზრით, ხელოვნური ინტელექტი ვერ გვაჭობებს. მუსიკოსი, მათემატიკოსი და ეგრეთ წოდებული STEM განათლების მოდელის ექსპერტი. საჩიკო ნაკაჯიმა ავტორია ნამუშევრისა სიცოცხლის მოედანი მედუზის პავილიონი. იქ მისული სტუმრები, როგორც ავტორი ამბობს, ეზიარებიან სიხარულსა და შემოქმედებას, იმ თვისებებს, რომლებსაც მისი ღრმა რწმენით ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს. სულაც არ მეშინია, რადგან ხელოვნური ინტელექტი მეგობრად მიმაჩნია. როდესაც შენგან განსხვავებულ ადამიანს ხვდები, ეს საინტერესოა და ახალ იდეებს გაწვდის. ხელოვნური ინტელექტი კიდევ ერთი ახალი ქმნილებაა. ამიტომ ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. გამოფენის ცენტრალური ნაწილი თანასწორობის იდეას დაეთმო, რომელიც მრავალფეროვნების შინაგან ძალას აღიარებს. თითოეული ადამიანი განსხვავებულია და გვჯერა, რომ ყველა უმცირესობაშია. ამიტომ ყველას გარკვეული უნიკალური თვისებები გვახასიათებს. ჩვენ გვიდა თითოეული ადამიანის განსხვავებული თვისებები დავაფასოთ. შემოქმედება და ხელოვნება შესაძლოა იყოს მძლავრი იარაღი, რომელიც ამ გახლეჩილ სამყაროში ადამიანებს გააერთიანებს. ჩილელი კინორეჟისორი მაიტ ალბერდი იმ სტუმრების რიცხვში იყო, რომლებიც მსჯელობდნენ, თუ როგორ უნდა გაიდოს ხიდი გახლეჩილ საზოგადოებაში. იგი ამბობს, რომ კინოს ყველა ბარიერის გადალახვა შეუძლია. ჩემი აზრით, ადამიანური გრძნობებისა და ამბების გადმოცემით და კინო სწორედ ესაა, უნდა დავამსხვრიოთ სტერეოტიპები და ცრუ წარმოდგენები. მოხუცებზე არასწორად მსჯელობენ. ბოლო 2 ფილმი სწორედ ხანდაზმულებზე გადავიღეთ, თუმცა კიდევ 100 ფილმის გადაღება შეიძლება მათზე და ასივე განსხვავებული ამბავი იქნება. უსაფუძვლო ეჭვი და გაუცნობიერებელი, მიკერძოებული აზროვნება ის საკითხებია, რომლებიც მშვიდობის, ადამიანის უსაფრთხოებისა და ღირსების კვირეულის მთავარ თემებს შორის მოხვდა. მიკერძოება და უსაფუძვლო ეჭვი კონფლიქტის ჩუმი მდგენელებია. თუ ეს საკითხები არ გაირკვა, უამრავი იმედგაცრუება, სირთულე და უსამართლობა დაისადგურებს საზოგადოების სხვადასხვა ფენაში და ეს ყველაფერი ხდება კონფლიქტის მთავარი მიზეზი დღეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები ამ დისკუსიაში არიან ჩართული. სწორედ მათ უნდა გადაიბარონ დღევანდელი მსოფლიო. უფრო მეტიც, სწორედ ახალგაზრდებს მოუწევთ მომავალში მშვიდობაზე ზრუნვა. And more than that, they will be the one who will be building future peace. 6 აგვისტოს, ჰიროსიმის მშვიდობის ხსოვნის დღეს, იაპონელმა ბავშვებმა მსოფლიოს სხვა ქვეყნის ბავშვებთან ერთად წარადგინეს სამშვიდობო დეკლარაცია, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ექსპო 2025-ის მთავარ გზავნილს, ტოლერანტობას, მომავალი თაობა ზიზიარებს. ჯერა რომ მომავლის იმედი ბავშვები არიან. ეს ბავშვები შექმნიან ახალ საზოგადოებას და თუ ისევ დამნერგავთ სწავლების ახალ საშუალებებს, დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო უფრო მშვიდობიანი იქნება. იმედი მაქვს, რომ მომავლის მსოფლიოში აღარ იქნება ომი და ატომური ბომბი. ჯერა რომ მესამე მსოფლიო ომი არასოდეს მოხდება და რომ სამყაროში მშვიდობა დაისადგურებს. დღეს სულ ეს იყო. თუ გსურთ უფრო მეტი გაიგოთ ექსპო 2025-ის შესახებ, ევრონიუსის ვებგვერდს ეწვიეთ. Check out euronews.com.